ივნისი იყო განსაკუთრებით დატვირთული სხვადასხვა შეხვედრებით, მე მინდა გამოვყო ვიზიტი ევროპის საბჭოში, სადაც პირველად მოხდა სახალხო დამცველის ოფისის მხრიდან ადამიანის უფლებათა ანგარიშის წარდგენა და განხილვა და მე ვფიქრობ იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები და ის მხარდაჭერა, რომელიც ევროსაბჭოს მხრიდან არსებობს სახალხო დამცველის საქმიანობისადმი. და მსგავს შეხვედრები ევროსაბჭოსთან გახდება რეგულარული, ჩვენ წელიწადში ერთხელ მაინც მოახერხებთ ალბათ ვიზიტს ევროსაბჭოში. ასევე გასულ თვეს გაიმართა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებათა დიალოგი, სადაც ასევე ჩვენ მოვახდინეთ ჩვენი ანგარიშის შესახებ საუბარი იმ ძირითად გამოწვევებზე, რომელიც არსებობს ქვეყანაში, საუბარი შეეხო ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას, დევნილთა მდგომარეობას, სისხლისამართლის მართლმსაჯულებას და სხვა საკითხებს. კიდევ ერთი ვიზიტი, რომელიც გასულ თვეს განხორციელდა, ეს იყო რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახალხო დამცველის ვიზიტი. მნიშვნელოვანია ძალიან, რომ ის პრობლემები, რომელიც ამ ვიზიტის შემდეგ გახდა ცნობილი, იყოს ხელისუფლების ყურადღების ქვეშ, განსაკუთრებით ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე მდგარი სოციალ-ეკონომიკური პრობლემები და ის, რომ სპეციალური კანონის მიღება არის საჭირო, იმისათვის, რომ ზოგადად შეჩერდეს მოსახლეობისგან დაცლის პროცესი მაღალმთიანი რეგიონების და ასევე მოხდეს სოციალ-ეკონომიკური ხასიათის პრობლემებზე ზრუნვა, არის ფაქტიურად შედეგი ამ ვიზიტის და ჩვენ ეს კიდევ ერთხელ დავაყენეთ მთავრობის წინაშე, რომ ამ საკითხზე დაიწყოს გადაუდებლად მუშაობა. ივნისის თვეში ჰქონდა ასევე წარდგენილი სპეციალური ანგარიში ეფექტური გამოძიების შესახებ. მნიშვნელოვანია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის ეფექტური გამოძიების სათანადო მექანიზმის არსებობა. სამწუხაროდ დღეს ასეთი მექანიზმი არ არსებობს, ამიტომ დღის წესრიგში დგას სწორედ ასეთი მექანიზმის შექმნა გამოძიების დამოუკიდებელი ბიურო, რომელიც მსგავს საკითხებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან ჩადენილი დანაშაულის ფაქტებს შეისწავლის. ამ იდეას უკვე ყავს ძალიან ბევრი მხარდაჭერი და არა მხოლოდ საქართველოში. და ამ სისტემამ, ამ მექანიზმამ უნდა აღმოფხვრას ის სისტემური პრობლემები, რომელიც ქვეყანაში წლების განმავლობაში არსებობდა. სპეციალური ნარკვევი იყო მომზადებული მიმდინარე თვეს, რომელიც ეხება ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს დაკავებებს. ათეულობით ადამიანი იყო ბოლო თვეების განმავლობაში დაკავებული და ზოგადად ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ სპეციალური ნარკვევი მომზადეთ, სადაც დასმულია როგორც ამ საკითხის დარეგულირებისკენ გადასადგმელი კონკრეტული ლაბიჯები, რომელიც ხელისუფლებამ უნდა გადადგას იმისათვის, რომ მომავალში მოხდეს პრევენცია მსგავსი ადმინისტრაციული დაკავებების, ასევე მნიშვნელოვანი არის პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის აღდგენა, IPR-ების მექანიზმის აღდგენა გალში, რომელიც უკვე რამდენიმე წელია შეწყვეტილი. ასევე ნარკვევში კიდევ ერთხელ არის ჩვენი მხრიდან დაყენებული საკითხი თბილისის და ცხინვალის ციხეში ყოფი პატიმრების განთავისუფლების საკითხი პრინციპით ყველაზე ან სხვა პრინციპის გამოყენებით. ასევე ჩვენ ბიულეტენში ვეხებით 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, მოგეხსენებათ სპეციალური მობილური ჯგუფები მონიტორინგს უწევდნენ არჩევნების მიმდინარეობისას, ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტებს. სახალხო დამცველის 15 მობილური ჯგუფი იყო ჩართული ამ პროცესში. მე მინდა წინასწარ გაცნობოთ, რომ ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დაკვირვებას გავაგრძელებთ. Prostowret ჩვენ ვიქნებით მზად იმისთვის, რომ თუ მოხდა კონკრეტული პრობლემები, ხო კონკრეტული დარღვევები, ამაზე მოხდეს რეაგირება ჩვენი ოფისის მხრიდან, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ არ გვაქვს დამკვირვებელი ორგანიზაციის მანდატი და უშუალოდ არჩევნების მიმდინარეობას ვერ დავაკვირდებით. ზოგადად არჩევნებმა მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა და ეს არის აღნიშნული და შეჯამებული ჩვენს ბიულეტენში. კიდევ ორი ანგარიში, რომელიც მომზადდა ივნისის თვეში და რაც მინდა ყურადღება გამომახვილო, არის ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვის შესახებ სპეციალური ანგარიში. მოგეხსენებათ, საქართველოს ხელისუფლებამ უკვე წარადგინა გაეროს კომიტეტში სპეციალური ანგარიში, თუმცა სახელმწიფოებმა ასევე თავისი მოსაზრებები წარადგინა, რომელიც ეხება ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას, ზოგადად გენდერის საკითხებს, სახელმწიფოს აპარატის მუშაობას, შრომით უფლებებს, ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებს, ადრეული ქორწინების საკითხებს და სხვა მსგავს თემებს. ამჟამად სახელმწიფოს მოადგილე იმყოფება ჟენევაში, სადაც ის პირადად წარადგენს ამ ანგარიშს. ასევე მეორე ანგარიში, რომელიც იქნა წარდგენილი გაეროში, ეს უკავშირდება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის განხორციელებას ქვეყანაში. მოგეხსენებათ, სახელმწიფო უკვე წარადგინა სპეციალური ანგარიში, თუმცა ჩვენი მხრიდან
ალტერნატიული შეფასებები გავაკეთეთ, სადაც ფაქტიურად ყველა იმ ძირითად საკითხზე არის საუბარი, რომელიც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში არსებობდა. გარდა ამისა, ბიულეტენში თქვენ ასევე გაეცნობით, დამატებით რამდენიმე საკითხს, ერთ-ერთი ასეთი საკითხი არის წარმატებული საქმეები, ანუ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გქონდეს კონკრეტული ინფორმაცია, მაგალითები, როდესაც ოფისის წარმომადგენლები კონკრეტულ მოქალაქეებს ეხმარებოდნენ შელახული უფლებების აღდგენაში და ასეთი ფაქტების შესახებ არის ასევე დეტალურად ინფორმაცია ბიულეტენში. და სხვა მსგავს საკითხებზე, მათ შორის რამდენიმე საჯარო შეხვედრაზე, დებატებზე, ასევე სტრუქტურული ერთეულების მიერ ჩატარებულ ღონისძიებებზე თქვენ გაეცნობით დეტალურად. მთლიანობაში ივნისში იყო შემოსული 704 განცხადება სახელმწიფო აპარატში, რაც შეიძლება ითქვას, რომ კვლავ რეალურად რეკორდულ ციფრებს უკავშირდება, ანუ არ ჩამოდის ეს ციფრი, რაოდენობა კვლავ საკმაოდ მაღალი არის. 593 იქნა დაშვებული, რაზეც ჩვენი წარმომადგენლები უკვე მუშაობენ.